ვიყავი ჩვეულებრივი ახალგაზრდა და ჩემი ცხოვრებაც მე მგონი არაფრით არაჩვეულებრივით არ ხასიათდება. ბავშვობაში ზოგჯერ ცელქობდი, ზოგჯერ ჭკვიანად ვიყავი, ზოგჯერ სწავლობდი, ზოგჯერ ბეზარებოდა სწავლა და აი ასე. აი შატალოზე ნამდვილად არ დავდიოდი. არა. ბავშვობისას მახსოვს, რომ აქ სტუმრები რომ მოდიოდნენ, უმთავრესად ეს მამაჩემის კოლეგები, ან მისი ამხანაგები, ან მისი მოწაფეები იყვნენ და იმათთან ცოტა შეთამამებული ვიყავი. წერა-კითხვა ვისწავლე, მე მგონი 4-5 წლის ასაკში. აგერ ჩვენს ახლოს საბავშვო ბაღი იყო, იქ დავდიოდი და მახსოვს, რომ ძალიან ამაყად უკითხავდი დანარჩენ ბავშვებს რაღაც პატარა საბავშვო წიგნებს.